ქართული ენის ფორუმი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა. ენა არის ის, რაც ადამიანს ქმნის ადამიანად. ამ სლოგანით ფორუმს დაინტერესებული პირები და სტუდენტები ესწრებოდნენ. მათ ქართული ენის კორიფეები გაიხსენეს და გამოწვევებზე იმსჯელეს. ენა არის ის, რაც ადამიანს ქმნის ადამიანადო. ასე რომ ენის გარეშე, ენის არარსებობის გარეშე თვითონ სახელმწიფოსაც ეკარგება არსებობის ფუნქციაც და პრეტენზიაც. ეს საზეიმოა, უნდა ვიზეიმოთ, რომ ასე საუკუნეებს უძლებს ქართული ენა და ჩვენც ვამაყობთ. მაგრამ ეს არის ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობის მქონე ვალდებულება და მოვალეობა ქართველი ერისა, სრულიად საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური წარმომადგენლობისა, რომ დაიცვას, მოიფრთხილდეს და სტრატეგიულ მიზნად დაისახოს მსახურება ქართული ენისა. რამე თუ ამ გლობალიზაციის ფონზე, კულტურათა დაახლოების ფონზე სრულიად შესაძლებელია კვლავ საფრთხის წინაშე დადგეს ქართული ენა, მისი ლექსიკა, ფრაზეოლოგია და შემდეგში შეიძლება საფრთხე დაემუქროს სტრუქტურასაც კი. ამიტომ თვითონ ჩვენგანმა უნდა ვიზრუნოთ ჩვენი წილი, თითო აგური რამდენადაც შეგვიძლია დავდოთ ქართული ენის განვითარებისა და მშენებლობის საქმეში. დავიცვათ ყოველთვის კონსტიტუციით განსაზღვრული მისი სახელმწიფოებრიობის სტატუსი და უფლება და ჩვენ დღევანდელი დღეც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება სხვადასხვა ფორმით, გადავწყვეტეთ, რომ ესეთი ფორმატის ყოფილიყო, რომ თან გვეზეიმებოდეს და თან წარმოდგენა შექმნოდათ ჩვენს ახალგაზრდებს, რა ფორმით შეიძლება ვემსახუროთ ქართულ ენას. ის კორიფეები გავეხსენებინა, რომლებიც ქართული ენის სტრუქტურას სწავლობდნენ, ქმნიდნენ სახელმძღვანელოებს, ემსახურებოდნენ ქართლს, სრულიად საქართველოს და ასე დაიბედნა ეს ღონისძიებაც. ერთი ნაწილი მიეძღვნა ქართული ენის კორიფეების გახსენებას, კერძოდ აკაკი შანიძის და ზურაბ სარჯოლაძის ღვაწლის და დამსახურების წარმოჩენას ახალგაზრდების წინაშე, რომლებიც სტუდენტებმა წარუდგინეს თავიანთ მეგობრებს, თანატოლებს და დამსწრეს საზოგადოებას, რა სახელმძღვანელოებით მიუკავიათ ხელთ, რას ყრდნობა მათი განათლება, თვითონაც მოტივაცია დაევიძოთ და კიდევ უფრო აუმაღლდეთ აი სურვილი და განცდები, რომ თავადაც რამდენადაც შეძლებენ ასეთ წვლილი შეიტანონ ქართული ენის წინსვლა განვითარებაში. და მეორე ნაწილი ჩვენი დღევანდელი დღის ღონისძიებისა მიეძღვნა თვითონ ქართული ენის მდგომარეობას არაქართულენოვან გარემოში.